მე მწამს რომ ადამიანი არამც თუ გადარჩება, გაიმარჯვებს კიდეც. ანუ ჩვენ უნდა ვისაუბროთ მწერალზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ უმცირესობაშია, როგორც დღეს უფრო, მაგრამ მაშინაც და მას წამს ადამიანის გარდაუვალი გამარჯვების, ხო? ანუ ძალიან სასიამოვნოა წინასწარ ესეთი შემზადება, ხო? ამბობენ სიცოცხლის მწერალია რა. სიცოცხლის მწერალია, კი ბატონო. ადამიანის მისეული იდეალი გამოკვეთა, ხო? ფოლკნერს, ესე იგი, ჩემი რჩევა არ ერწმუნოთ იმ ლიტერატურათმცოდნეებს, რომლებიც ფოლკნერს ფსიქოანალიზის სკოლასთან ეგრევე რო გეცინება, ფსიქოანალიზის სკოლასთან აკავშირებენ იმის მომიზეზებით, რომ მის ნაწარმოებებში მრავალი პათოლოგიური პერსონაჟი გვხვდებაო. ამგვარი პერსონაჟი შეშლილები, იდიოტები, სულით მახინჯნი, მკვლელები, სადისტები, მემთვრალენი, ფოლკნერის ნაწარმოებებში მართლაც მრავლადაა. პროპორციულად უფრო მეტი რაოდენობით არიან ამგვარი ადამიანები ცხოვრებაში. და როგორც ამგვარი ხალხის სინამდვილეში არსებობა არ ცვლის ცხოვრების დედააზრს, ასევე ფოლკნერის პათოლოგიური პერსონაჟები ხელს არ უშლიან, პირიქით ხელს უწყობენ წერლის უმთავრეს სათქმელს, ადამიანის მისეული იდეალის გამოკვეთას.